ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სილქნეთის სადენების გაყვანილობის გამო დაზიანებული გზების აღდგენას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სილქნეთის ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის დროს სამუშაოს მწარმოებლებმა გზები დაახლოებით 5 სოფელში დააზიანეს. მათი მოთხოვნის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა უხარისხოდ. მოსახლეობის განცხადებით დაზიანებულ გზებზე გადაადგილება ჭირს და სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოს ვერ ასრულებენ. ხულოს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს გაფრთხილება უკვე მისცეს. მახლა სურმანიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს უკვე ატარებენ. შესრულებულ სამუშაოებს უწყება კიდევ ერთხელ გადაამოწმებს. ხარვეზების შემთხვევაში კი კომპანიის მიმართ საჯარიმო სანქციები გატარდება. ეს გზა მიდის ნაქერალს უზახეთ ნაქერლის მიმართულებით, სადაც თელ ვაშლოვანის მოსახლეობას აქვს ბუნებრივი სათიბებით, ყანები, რომ და მოსავალი აქვს გამოსატანი. ერთი თვეზე მეტია ჩაკეტილია და ვერ გამოიტანეს ეს მოსავალი. ეს ვაშლოვანის გულის ტკივილი არის ესე, რომ როგორც იყო ეს გზა იმ წყობაში ჩააყენონ. მაგ დარჩენილია სამუშაოები, მოსახლეობას ექნება რა თქმა უნდა პრობლემები. წარმომადგენლები დღესაც მუშაობენ აღნიშნულ მონაკვეთზე და თუ იქნება რამე ხარვეზი, კიდე ერთხელ გავალთ, შევამოწმებთ და მივცემთ გაფრთხილებას, რომ აღმოფხრან აღნიშნული ხარვეზები. ხარვეზების აღმოფხვრილობის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული